გაერთიანების ფენომენი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოვლენაა ევროპასა და საქართველოში. ეს არის ევროპის დაფუძნების, გაფართოების, ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების და ევროპის გაქრისტიანების პერიოდი. გაერთიანების ფენომენი ქართული იდენტობის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტეხილია. ესაა ქართული ერთობის ცნობიერების განვითარების გადამწყვეტი მომენტი. ევროპის და საქართველოს გაერთიანება თითქმის თანადროული მოვლენებია. ამ დროს იქმნება ტერმინი ევროპა და ამ დროს იქმნება ტერმინი საქართველო, როგორც ფასეულობითი ცნებები. მე-7 საუკუნიდან იწყება ევროპის ქრისტიანიზაციის პროცესი. პირველად ქრისტიანობა ანგლო-საქსონებში ვრცელდება. ქრისტიანობას შემდეგ იღებენ სერბები და ხორვატები. იწყება სლავი ხალხის შესვლა ერთიან ევროპულ ოჯახში გაქრისტიანების გზით. გაქრისტიანდნენ ბულგარელები, შემდეგ დიდი მორავიის სამეფო, მე-10 საუკუნეში გაქრისტიანდნენ ისლანდიელები, რუსები, მე-11 საუკუნეში უნგრელები, პოლონელები, ნორვეგიელები და შვედები. ევროპა ათავისუფლებს პირინეის ნახევარკუნძულს მუსლიმებისგან და მე-11 საუკუნიდან აქედან გამომდინარე ესპანეთშიც ძლიერდებიან ქრისტიანები. ამით ქრისტიანობამ უკვე სრულად მოიცვა ევროპა. მე-9-10 საუკუნეებში წერილობით წყაროებში ჩნდება ცნება ევროპა. ტერმინი ევროპა არა იმდენად პოლიტიკური ან გეოგრაფიული სახელწოდებით, რამდენადაც ერთობის მნიშვნელობით, რაც ევროპის გაქრისტიანების შემდეგ თვალნათელია. ევროპა არ არის არც გეოგრაფიული რეგიონი და არც პოლიტიკური კონგლომერატი. ევროპა არ არის მხოლოდ ადგილი. ევროპა არის იდეა. ევროპის ერთიანობას ქმნის ქრისტიანობა. ევროპა იძენს ახალ შინაარსს, ანუ ქრისტიანულ სამყაროსთან კუთვნილებიც, ქრისტიანულად მარკირებულობის შინაარსს. ევროპის შექმნის საფუძველი გახდა ფასეულობათა სისტემის ერთიანობა, ანუ მსოფლმხედველობა. ევროპული გაერთიანება სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ქრისტიანულ ერთობას. ევროპა გაერთიანდა იდეის გარშემო, მსოფლმხედველობის გარშემო, რომელსაც ქრისტიანობა ჰქვია. მე-10 საუკუნის 70-იან წლებში ხდება ქართული მიწების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ქართული ერთობისათვის გადამწყვეტია აღდგეს მეფობის ერთიანი ინსტიტუტი, როგორც მისი იდენტობის ერთ-ერთი მარკერი. ამ დროს იქმნება ტერმინი საქართველოც, როგორც ფასეულობითი ცნება. ამ პერიოდის საქართველოში მუსირებდა გაერთიანების იდეა. ქართლი გაერთიანების ცენტრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინც ქართლს დაეპატრონება, ის წარმართავს საქართველოს გაერთიანებას. ამ პროცესს ქართლის ცხოვრება უწოდებს ბრძოლა ქართლსა ზედა. ისმის შეკითხვა, რატომ მაინდა-მაინც ქართლი? ის ხომ ამ პერიოდში არც ტერიტორიულად და არც პოლიტიკურად არაა დაწინაურებული დაშლილ საქართველოს სამეფო სამთავროებს შორის. ყველა სამთავრო მასზე დიდია გეოგრაფიულად და ძლიერია პოლიტიკურად, მაგრამ სწორედ აქ არის ქართული ერთობის მისიის აღსრულების ცენტრი მცხეთა, რომელიც უნდა გახდეს საქართველოს კონსოლიდაციის დაწყების ადგილი. თუ არა მცხეთა ქართლის ისტორია, ქართული ერთობის ისტორია გაშინაარსებული ვერ იქნება. სანამ ამ მთავარის გარშემოა ქართული ერთობა შეკრებილი, მის არსებობას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გაერთიანების პროექტის ავტორიც და პრეტენდენტიც იონუ მარუშიშძეც და ბაგრატ ბაგრატიონიც სწორედ ქართლის მკვიდრნი არიან. ეკლესიური და პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ იქმნება ტერმინი საქართველო. ეს არ არის არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური ტერმინი, ისევე როგორც ევროპის შემთხვევაში. არამედ ეს არის ფასეულობითი ტერმინი. ეს არის ქრისტიანული ერთობა, რაც კარგად ჩანს გიორგი მერჩულეს ცნობილ ფორმულაში. ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების, რომელსაც აშინა ქართულითა ენითა, ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების, წერს გიორგი მერჩული. ქართული ენა ლოცვის ენა აერთიანებს საქართველოს, იქ სადაც ქართულად ლოცულობენ საქართველოა. რელიგიისა და ენის მარკერების შეჭიდულობით შეიქმნა გაერთიანებული საქართველო. ქვეყნის გაერთიანების პროცესში განსაკუთრებული დათვირთვა აქვს ათონის ივერთა მონასტრის დაფუძნებას, რაც ერთიანი საქართველოს პროექტის
ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის დავით კურაპალატის სახელს უკავშირდება. ივიროიში შეიქმნა ქართული მეცნიერება და შემდეგ გადმოვიდა ის მედიევალურ საქართველოში. აქ შეხვდა ერთმანეთს მეცნიერება და რელიგია, სარწმუნოება და განათლება. ივირონის დიდი ღვაწლია გაერთიანებული ქართული ერთობის თვითცნობიერების ჩამოყალიბებაში. ასე განხორციელდა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება, შეიქმნა ცნება საქართველო როგორც ფასეულობითი განზომილება. ქართული ერთობა ქრისტიანული ნიშნით შეიკრა, ანუ ქართული იდენტობის მთავარი მარკერის, რელიგიის ქვეშ გაერთიანდა. საქართველო ქრისტიანულ ერთობას ნიშნავს და არა მხოლოდ პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ გაერთიანებას. ამრიგად, ევროპა და საქართველო ფასეულობითი ტერმინებია, გაერთიანებულნი ქრისტიანობის ნიშნით. ევროპაშიც და საქართველოშიც ქრისტიანული ფასეულობების დატვირთვა არის გადამწყვეტი კონსოლიდაციის პროცესში.